ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ენგურის ხიდზე ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო პრობლემები შეექმნა და მასში სრულყოფილად ვერ მიიღეს მონაწილეობა ყველასათვის ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ საოკუპაციო რეჟიმის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად თავისუფალი გადაადგილების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ აბიტურიენტებს ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის რისკის ფასად მოუწიათ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოკვეთა და გამოცდებზე გამოცხადება. ფაქტი ისაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის არაერთი მცდელობა და მათი გადაწყვეტილება, რომ ხელი შეეშალათ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეროვნულ გამოცდებში მიეღოთ მონაწილეობა, კრახით დამთავრდა. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ჩაკეტილი ეგრეთ წოდებული საზღვრის გახსნა არაერთი მიზეზის გამო მოუწია. მათ შორის იყო საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, ასევე თვით აფხაზური მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ენგურს აქეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოდიან. ბოლო ინფორმაციით ამ ეტაპისთვის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ მხოლოდ ბავშვებს და 60 წელს გადაცილებულ ქალებს და მამაკაცებს. ამ ინფორმაციას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილე რუდოლფ ციბა ადასტურებს. საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. სავალდებულო, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის 2019-20 სასწავლო წლის მანძილზე დააგრონონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამ სტუდენტების სწავლა სრულად იქნება დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. განვითარებული მოვლენების ფონზე კი გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დაუფარავად უხდის მადლობას რუს ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს მათ მიერ გაწეული ერთგული სამსახურისთვის. საქართველოს ხელისუფლების სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებით აღშფოთებული ნადარაია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან მიმართებაში არაერთხელ გახმაურებულ ინიციატივას ის, რომ აფხაზურ უნივერსიტეტში უფასოდი სწავლიან დრო და დრო აჟღერებს. ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შიშობს იმასაც, რომ საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განათლება მიღებული ახალგაზრდები ოკუპირებულ აფხაზეთს რევანშისტებად დაუბრუნდებიან. როგორც ჩანს, ნადარაიას ხარისხიანი განათლების მიღება ანტისაზოგადოებრივი ქმედება გონია. ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღიარებს იმ ფაქტს, რომ აფხაზურ მხარეს მოფიქრებული აქვს სხვადასხვა მეთოდი, რათა გაუწიოს კონკურენცია საქართველოს ხელისუფლების წინადადებებს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს თავაზობს. აღშფოთებული ნადარაია საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ითხოვს და ცდილობს სეპარატისტული ზრახვების სისხლში მოიყვანოს. სამწუხაროდ ძალიან ბევრი გალის რაიონის კურსდამთავრებული მიდის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც მომავალ რევანშისტებს ამზადებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აბიტურიენტთა ნაკლებმა რაოდენობამ ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. გვაქვს მოფიქრებული სხვადასხვა მეთოდი, რათა გავუწიოთ კონკურენცია საქართველოს ხელისუფლების იმ წინადადებებს, რასაც ქართული მხარეს თავაზობს ახალგაზრდებს. ამისათვის კი სახელმწიფოს მხარდაჭერა გვჭირდება. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ალტერნატიულ მოდელებზეც მუშაობს, რათა აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ. როგორც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ოკუპაციასთან გამკლავების ყველაზე ძლიერი იარაღი განათლებაა. ჩვენ ამ ნაბიჯით ვცდილობთ, რომ გვერდში დაუდგეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უამრავი გამოწვევა, მით უფრო ეხლა გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვის პირობებში. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ მარტივი წვდომა უმაღლესი განათლების საფეხურზე დანარჩენ საქართველოში და ამ ნაბიჯთან ერთად სხვა მსგავსი საქმიანობით, ახალი ინიციატივებით ჩვენ მომავალშიც ხელს შევწყობთ იმას, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც დღეს ცხოვრობს მართლმხატვრებს მიღმა, აუცილებლად იყოს ჩართული და ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ხარისხიანი განათლება. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ინიციატივის ფარგლებში ავამოქმედეთ მოსამზადებელი ცენტრები. იქ უკვე მომზადებას გადის 150-მდე ახალგაზრდა აფხაზეთიდან
და ცხინვალის რეგიონიდან და მათ წელს უკვე უგამოსდოთ ექნებათ ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებზე წვდომის შესაძლებლობა. მიხარია, მინდა მიულოცო თითოეულ სტუდენტს უკვე ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა მათ მიმართ, იმიტომ რომ ვიცი რამდენი სირთულე გამოიარეს, რამდენი დაბრკოლება გამოიარეს პირდაპირ თვალსაზრისით და ემოციურად, რა პირობებში უწევთ მათ სკოლაში განათლების მიღება, რამდენად ძნელია მათ უხლართებს მიღმა ცხოვრება და მე მინდა მათ უსურვო ძალიან წარმატებული მომავალი, იმიტომ რომ ჩვენი ყველაზე მძლიერი იარაღი ოკუპაციასთან გამკლავების არის განათლება, წარმატება თითოეული მათგანის და ჩვენი ქვეყნის. ამ საკითხზე კომენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ გააკეთა. მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც განხორციელდა მთავრობის მიერ. მე მინდა ყველა იმ უწყებას, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, დიდი მადლობა გადაუხადო და ამავდროულად მიულოცო ჩვენ დევნილ აბიტურიენტებს ეს წარმატება.